პოდკასტების მინისერიას, ასე ვთქვათ, ქვია პოდკასტის ახალი მნიშვნელობა დავით გორგილაძესთან ერთად. თქვენ სიცილი გატρუხებული გაქვთ უკვე? მოდი ვიაროთ რა ბუნების წიაღში. თან კაი რაღაცებია სანახავთ. ამდენი რომ ასვალზე გვევლო თბილისში, უკვე რაღაცა გადაგჭყლიტავდა. ხო და ანუ გამოდის რომ ადამიანი გაურბის ხმაურს, საცობს, გამონაბოლქს. ეს უფრო ის არის, კარგ ქვეყნებზე რო ვლაპარაკობ. ეს არის ბერლინი. ისე მოვიქცე თითქოს გოლფი ჩემი თამაშია, ხო? გამარჯობა. ეს სუდად მიყენია, გოგო. 10 is good. For me 10 is good. იფიქრებდი რომ გოლფამდე მოხვიდოდი? ეს ცოტა გრძელი არა გაქვს. კაი იყო. ვახში გენაცვალე, რა წავიდა. კაი იყო. ლაბაძე ამასობაში ის გახდა. Tiger Woods-ი. რა დარტყა? მაგარი კომპლიმენტი. ყველა დარტყმა. გაჩე ერთი წამით, აი ეს. და თომას უთხარით რა. Dancing in the moonlight. Taratira. გამარჯობა, მოგესალმებით. ვიწყებთ პოდკასტების ახალ მინისერიას, რომელსაც ერქვემება პოდკასტის ახალი მნიშვნელობა დავით გორგილაძესთან ერთად, ან დათო გორგილაძესთან ერთად, როგორც გნებავთ, ისე დაუძახეთ და დამიძახეთ. ვიმყოფებით თბილისი ჰილსში, სწორედ თბილისი ჰილსთან ერთად ვიწყებთ პოდკასტების ამ სერიას. გადასარევი ადგილია, გოლფის მინდვრები, მაღალი ხეები ცათამბჯენების ნაცვლად, ქალაქის ხმაური თითქმის არ შემოდის კი არა და საერთოდ არ შემოდის, საცობები არ გვხვდება, შეიძლება ალაგ-ალაგ გოლფის მანქანების საცობი დადგეს ხოლმე, მაგრამ ეგეც არ არის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ პოდკასტში იქნებიან სტუმრები, ადამიანები, რომლებსაც დაველაპარაკებით მათ შორის პოდკასტის ახალ მნიშვნელობაზე, ქალაქში ცხოვრების მნიშვნელობაზე, უდროების მნიშვნელობაზე, სიმშვიდის მნიშვნელობაზე, გარემოზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი პირველი პოდკასტის სტუმრები იქნებიან კაცები, დავით ლაბაძე და ირაკლი კაკაბაძე. კაკაბაძე კარგი სპორტსმენია, როგორც მე ვიცი, ჩოგბურთს თამაშობს ძალიან კარგად. ლაბაძეზე ვერაფერს ვერ ვიტყვი და იმისთვის რომ არ დავიჩაგრო, დღეს მოგვიწევს რომ გოლფიც ვითამაშოთ, მე შევეცდები რომ მანამდე ცოტა წავივარჯიშო. ისინი არიან გზაში. მალე მოვე. თქვენ სიცილი გატρუხებული გაქვთ უკვე? არა, პირიქით. ჩვენ მაგით ვჭამთ ბუს. ჩვენ იმას გადასული გვაქვს ცხოვრების ხო არის სუნთქვა აუცილებელი რო არის ჭამა, ძილი და სიცილი. მაგრამ ისეთი პერიოდია ახლა ხო იცი მაინც სასაცილოდ არა გვაქვს საქმე და ამიტომ ვცდილობთ რომ ისეთ მომენტებში გავიცინოთ. ისე მაგალითად მარტო სამსახურში რო იცინი. ხო და მაგ ეგ კითხე ზუსტად რა რომ დღის რესურსი ხო არსებობს სიცილის? არსებობს? არა. შეიძლება ინდივიდუალურია, ვიღაცას შეუძლია რომ ბევრი იცინოს. აი ჯანელიძე ვერ იცინის ბევრს და იზო გავს. ანუ შენ მოდელში ჩვენი არხზე გადაცემები რო ნახო, ყოველ მეხუთეში ჯანელიძე გულიანად იცინს. ეთყობა იზო გავს. სტატისტიკურად კი არ იზო გავს, უთავდება. ხო. გაიცინა, გაუთავდა. 5 დღე იტენება. მაგრამ მე მოახსენე რომ ყოფილ ვართ ისეთ პოდკასტში. სადაც ცოტა გვიცინია. სადაც უფრო გვილაპარაკია და მე ვიღაცებს ვთქვეთ რომ ვა რა საინტერესო იყო. ან მოლოდინი იმათაც ეგეთი ქონდათ, მაგრამ მე ეთყობა დაინტერესა. ხო და მე რისკის მომხრე ვარ. მეც. ამიტომ შევიკრიბეთ. აი ხა რატო ვარ აქ შეკრებილი? თბილისი ჰილსის ამ პროექტს პოდკასტების მინისერიას, ასე ვთქვათ, ქვია პოდკასტის ახალი მნიშვნელობა დავით გორგილაძესთან ერთად. დავით ბოლოს მართალი გითხრათ, დამიძახა ნინია. ნინია მეძახეს, როცა გაბრაზებულია. და შენ დათოს გეძახიან დავით. ხანდას. მაგრამ ამას მაინც ესე ქვია პოდკასტის ახალი მნიშვნელობა დავით გორგილაძესთან ერთად. პოდკასტს ხალხი შეეჩვია, რომ პოდკასტი არის აუცილებლად რა, რომ აუცილებლად სადღაც სტუდიაში ზიხარ, მეტნაკლებად ერთნაირი ფორმატი, ერთნაირი სტუდია, განათება, მიკროფონები. მიკროფონები იცვლება ხოლმე. და ვიფიქრეთ, რომ მოდი ვიაროთ რა ბუნების წიაღში. თან კაი რაღაცებია სანახავთ. მე პირველად ვარ აქ. მეც. უნდა ვაღიარო. ამ ხარეში ნამყოფი ვარ ბევრჯერ, მაგრამ აქ ამ მასში პირველად. ადრე ვარ გოლფის მოედანზე ნამყოფი, მაგრამ აღმოჩნდა რომ თბილისი ჰილსი მარტო გოლფის მოედანი არ არის, კაცო, აქ რაღაცა ქუჩები, სახლები, იქითური, აქეთური, community ვეცნობთ ან ნელ-ნელა რა ამ პოდკასტების კეთების პერიოდში ამომოს და ვიფიქრეთ რომ მაინც სტანდარტული არ იყოს მეთქი ეს პოდკასტი და
თან სიარული, თან ჩავჯდა, თან სწავლა, შემეცნება. დღეს უნდა გასწავლოთ გოლფი. კარგ სიზავ. მე კი არ უნდა გასწავლოთ. მეც უნდა პროფესიონალებმა. ვისწავლო, პროფესიონალი გვასწავლის. შევეჯიბროთ. ხო და თან შემეცნება იყოს და თან რაღაცები ამოვხსნათ, რაღაცების ახალ მნიშვნელობაზე და პოდკასტის ახალ მნიშვნელობაზე უნდა გკითხოთ. აი, თქვენი აზრით რა არის კარგი პოდკასტის ფორმულა? წლების წინ ვნახე ერთი საინტერესო, ეგრეთ წოდებული ტუტორიალი, რომელშიც ტიპი ამბობდა, რომ დაივიწყეთო. კარგი აპარატურაო, კარგი სტუდია, კარგი განათება. კარგ პოდკასტს ჭირდება კარგი იდეა. და კუთხე, რომელსაც მოუფიქრებ. თუ ორი ადამიანი საინტერესოდ ლაპარაკ არ აქვს 2-4 არ აქვს. თუ ადამიანები საინტერესოდ ლაპარაკობენ თანამედროვე სამყაროში ამ ლაპარაკის მოსმენა ეს უამრავი საშუალება არსებობს და რაღაც ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს ვიზუალი ხმა კარგი ხარისხის უნდა იყოს თუ არ გესმის არა ხმაზე ხო ყვალობ თუ ლაპარაკი მნიშვნელოვანია ეს საუბარი რაღაც ხო სუფთად უნდა მივიდეს მაგაზე არ მაქვს ხო აქ რაღაცა მე ვიძახი რომ მინიმალური მინიმუმ გარჩევადი უნდა იყოს არა ვიდეოც საჭიროა თუ მიმიკას მნიშვნელობა აქვს უბრალოდ აქ ლაპარაკია რომ თანამედროვე აპარატურა იმ მინიმუმს გაძლევს რაც ამისთვის საჭიროა ანუ არაფერი სპეციალური არ გჭირდება და ალბათ ეგ იგულისხმებოდა და ვეთანხმები მაგას რა იმიტომ რომ თუნდაც დღევანდელი პოდკასტი ეს რო გადაგვეღო 10 წლის წინ აი ოპერატორის ხელა კამერა იქნებოდა და ეხლა უპირავს პატარა კამერა რომელთაც გადასარევად ვიღებ. ან ტექნოლოგიაც ძალიან წინ წავიდა ამ მხრივ. დღეს არათუ პოდკასტი, ფილმი გადავიღეთ შეერთებულ შტატებში, რა. ეხლა რო იყავით ხო წასული? სადაც მთელი აპარატურა ოპერატორს ჯიბეში ედო. ხო. მე არ ვთვლი რომ მარტო კარგი იდეაა, საკმარისი, აუცილებელია საინტერესო ადამიანი რომელიც ამ პოდკასტის წამყვანია და საინტერესო სტუმარი. აბატონო. ესე იგი ერთი დავაკმაყოფილეთ უკვე, საინტერესო სტუმრები. და საინტერესო წამყვანიც ახლა ამ შემთხვევაში სახეზეა. ხო და რა მაგის პასუხია? წეღან მოიტანა, საუბარმა მოიტანა ეგეთი თემა, რასაც ქვია სიმშვიდეში ყოფნა. ქალაქის ხმაურისგან. თან ცოცხალი რო ხარ. თან ცოცხალი რო ხარ, თან სიმშვიდეში. ხო თორე. თან სავსე ცხოვრებით ცხოვრობ, რაღაც იდეები. ქალაქგარეთ ცხოვრება ქვია მაგას რა. ხო, ქალაქის ცენტრში შეგიძლია რომ შემშვიდეში იყო. ხო და აი მაგის აი ხა ნახე, ამდენი რომ ასფალტზე გვევლო თბილისში, უკვე რაღაცა გადაგჭყლითავდა. ხო. წეგან ლაპარაკობდი ზუსტად მაგაზე, რომ რაღაც რაც დრო გადისო, მით უფრო გვინდებაო, რომ აი ამ საცობისგან, ხმაურისგან, აჟიოტაჟისგან შორს დავიდოთ ბინაო. ეგ რა ქვია მაგას? ეგ ასაკის რალია? დავბერდით ქვია ასაკის და რაღაცა ასაკიდან აი ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით მიწა გეძახის რა. ქალაქთან რაც არის ასოცირებული ჩვენ შემთხვევაში უარყოფითი ის გამღიზიანებლები თუ არა გაქვს. ხო, აი ბერლინში რო ცხოვრობდე, მოგინდება ქალაქგარეთ და იმდენი პარკი და ის არის, რომ შეიძლება არც მოგინდეს. ხო, ნუ ბერლინში თვითონ ბერლინში ნახავ სოფელს. ხო და ანუ ეს უფრო იმ ცუდი გარემოს გადატვირთული ხმაურიანი ეს ის ყოფილა რა ქვია? ავტომატური ორწყვის საირიგაციო თუ რა ქვია, ირიგაცია თუ მელიორაცია რა. მელიორაციის სისტემა. ხო და ეს უკვე გავიცანით ჩვენ წეღან. ხო და ანუ გამოდის რომ ადამიანი გაურბის ხმაურს, საცობს, გამონაბოლქვს, ძალიან მაღალ შენობებს, ლიფტის ცდაში გატარებულ დროს, 10-თრიანების მოპოვებაში გატარებულ დროს, 10-თრიანების ხვეწნას, მწვანე შუქის მოლოდინს. ეხლა შეიძლება რომ გავიწუწოთ? ჩვენ არა, მაგრამ ოპერატორი გინაღამ არა უჩავს. კარგი ამინდია. გავგრილდებით. წუწაობდით ხოლმე ბავშვობაში? რა თქმა უნდა, მთელი წუწაობის მთელი სკოლა და აბარა და იმის ბუშტი გაგიბერია წყლით და გისურია მე მანქანაზე, რა თქმა უნდა. ვისაც ეგ არ უკრი, ბიძინა ბარათაშვილს ზონდი იყო თქვენ დროს? ზონდი რომელია? ზონდი სამედიცინო ზონდს კრანს რომ მიადებ, წნევა. ბერავს და ესე სოსისივით გამოდის. და მე ძალიან დიდი წნევით უბერავს. იმაში თუ გაქვს რამე შერჭობილი, მაგალითად შუშის მილი.
ძალიან შორს წვრილად ურტყამს და ესე რომ გაუშვებ და დააჭერ კაცი იყურება საიდან მოვიდა ეს ნაკადი ვერ. ანუ ეგეც ის არის. ეგ უკვე ძალიან ზედა ლეველია. ეს ძალიან საყვარელი ცუგა არის. ხო და ბიზნეს ბარათაშვილს უსმენდი ამასინათ სადღაც იყო რა რომელიღაც პოდკასტში ამ გახსენებაზე და ძალიან სასწილო რაღაც თქვა რომ ბებია ჩემმა იცოდა ხოლმე ესეო საწუწავოდ რომ მივდიოდი მეუბნებოდი რომ საწუწავოდ მივდივარო და მეუბნებოდი წადი ოღონდ არ დასველდე აბა რაზე უშვებდა ძალიან ბებიური კი კარგი არის ნათქვამი ხო და მე მგონი წეღანდელი საუბარი რომ გავაგრძელოთ ეგ ამ ქალაქური ვითარებიდან გაქცევა მარტო ასაკის ამბავი არ არის იმიტომ რომ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ახალგაზრდა ცდილობს რომ გაერიდოს რაღაცნაირად მაგრამ ან ქალაქში იპოვოს ისეთი ადგილები რომელსაც თან არ ახლავს ის კიდე ერთი მოთხოვნილებაა შვილები გაზარდო ჯამრთელ გარემოში უკვე მშობელი რო ხარ და რაღაცა პასუხისგებლობებს იღებ გინდა რომ შვილი ჯამრთელი ხომ რა არიან ადამიანები რომლებიც მაგ იმას აი არ შეუულიათ რა ჩემ გარშემო ვიცნობ ბევრს რომლებიც ნუ აი ასფალტი რო თავდება ხო იმის იქით როგორ უნდა წავიდეს არც წარმოუდგენელი. ჩემ გარშემო არიან ადამიანები, ვინც საცობითაც кайფობენ რო რამე. ხო, მაგას ვიძახი, ანუ ქალაქის აი ამ ცხოვრებით ძალიან იმას ურჩევნიათ ყოველ შემთხვევაში რა. ხო, მაგრამ აი ხა აქ ყოფნით ხო წმუნდები მე რომ ეხა ქალაქში ხარ, მაგრამ ქალაქ გარეთაც ხარ, ამავდროულად თან ძალიან კომფორტულად ხარ. ხო, აქ ეს ცოტა სხვა რამეა, ხო, ეს უფრო ის არის, კარგ ქვეყნებზე რო ვლაპარაკობ. ეს არის ბერლინი. ხო, კარგ ქვეყნებზე რო ვლაპარაკობ. ეს არის პატარა ბერლინი თბილისიდან ცენტრიდან ცოტა კილომეტრში. და იდეების გენერირების მხრივ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მაგ შინაგანი სიმშვიდის პოვნა და მყუდრო გარემოს პოვნა. იცი გააჩნია რა ხო, სფეროში? გააჩნია რაზე ფიქრობ. და რა სფეროში? წერალს უხდება რა. წერალს უხდება, რომ სადღაც სიმშვიდეში მოწყვეტილი იყოს და უკვე იდეა რომ მოფიქრებული აქვს, აი ამას ხვეწავდეს და წერდეს. არ ვიცი, შეიძლება ეგრე არ არის, მაგრამ რაღაცნაირად ესე უხდება. მე მგონი მაგათ შორისაც არის რა განსხვავებები. საბოლოო ჯამში ალბათ თვითონ წერის პროცესი ხო მხოლოდ ჯდომა და კლავიატურაზე კაკუნიან ხელით წერა არ არის, ანუ იდეის მოფიქრებაც წერა არის. როცა დაგეცლება, მოფიქრებულები რომ დაგეცლება, მე ესე გადმოდიხარ და ესე ლამაზ ბუნებაში ესე წარმომიდგენია რა, მე თვითონ ესე ხელები უკან ხო უეჭვე. აი უხდება ხო. ისი აკვირდები რომ ხელები უკან დაღმართზე გაქვს. არა? ხო. სწორგზაზეც კარგია. ხო და იდეებზე თქვენ ორივენი წერთ, ანუ წერლები არ ხართ, მაგრამ თან ხართ, იმიტომ რომ ამბები რომლებსაც წერთ, სცენარი მე ვარ წერალი. მე ვარ მოლაპარაკე. გაგაბა ხო არის კაცი. არა, ეხა არასწორ სიძახის არის ჩვენ სფეროში არის იდეის მოფიქრება, მერე ფორმულირება და მერე დაწერა და ეს დაწერა ფორმულირების მერე ვალდება იმ ადამიანს, ვინც კარგად და სწორად წერს. ესეთი არის გიორგი ჯანელიძე და ირაკლი ვახტანგიშვილი. და ვისაც არ ეზარება. გაგვიძეხი. მე გაგიძღვე? აუ შენ ხარ ჩვენი მასპინძელიდან. ისე მოვიქცე თითქოს გოლფი ჩემი თამაშია, ხო? გამარჯობა. თქვენ და წავიდეთ რეინჯზე. მანდობთ ეხა ამ ამბავს? ეს 3-ია? 3-ს გვაყოფარ. 3-ს და მე უნდა ავიღო მაინდა ხო, მაინც. მასპინძელი ხარ წყვილი გიქხა. სწორად იყიდებს თუ გლეხურად. გლეხურად. სწორად რაღაც ეს. სწორად არის ერთი წამი, მოდი, სწორად არის ესე, აი. მონარო. არა. ეს გამოწია. აი ეს. აი ეს მოიცა და საერთოდ ხელზე ხელი მოკიდო და ისე წავიღოთ უფრო მარტო. კი, ესე უფრო გაუსწორდება. უფრო გავიწოდე. გამიზორდება არა, მაგრამ ნაკლებად დამამცირებელი. მაგის სატარებელი რაღაცები არის და თუ გინდა ამაში. ეს არის ზუსტად ის, ხო იცი ხელი რო ესე უნდა მქონდეს გაწეულ წანასწორ. ეგეთი მძიმეა? არა. როგორ არა? არა, უნდა გაოფლია. გიორგი, ეხა მაგ განწყობით იმ მანქანებსაც გახედე რომ შენია? ეს სუდად ხო არ მიყენია, ხო, როგორ? აი, ხედავ როგორ. ხო, ხელს ხო არ უშლის, სუდად ხო არ გავაჩერე მეთქი მანქანა. ისე მოიქცეთ რომ დანაჯანგლი ჭამა ვიცით, მეგობრო. Presentation of golf. So it's a target game. We have a small target in the ground, which is a hole. And we need to get the ball into the target with less possible shots. We call that shots. You have to roll the ball to a target if we're going to use hole number 8 as a target. So our goal is to roll the ball into the target with
with less possible shots. So 1 Sodnia. is ideal. Okay, 2 is very good. 3, so the more you do, the worse it is. 10 Really 10 bad. is good. For me 10 is good. I think I ჩვენ think სხვა მარჯებზე ვმუშაობთ. so think as less is more and more is less in this game. Mass teacher. Yeah. It's for left-handed teacher. No, are you left-handed? No, No, so this is for the right-handed golfer. really? Yes, exactly. Ah. So look, ეხა მივხვდი. when you are about to hit to a target, in this case, number 8 is my target. You're going to position your body parallel to the target, relatively close to the ball. Ball is in the middle. I need you to be in a relaxed posture. ოკეი. შენი კით? რავი. რა კენი? სადგავში. ჩაგდე? ეს თურმე. მოდი შეჯიბრია, მოდი. მოდივა. It's very difficult initially. Let's say this is your starting position, and hole number 8 is your target. აჰა. It's a simple challenge. The person who's gonna get the ball in with less shots is gonna win the game. So, Okay. It's Okay. David starts. So this is relatively that's the Very distance budget, that's that good. you set. So then you're gonna challenge yourself. იფიქრებდი ხუთქვაობანას მე რო გოლფამდე მოხვიდოდი? თუ 7 ჭხირი. 7. უ. არა უშავს. მე And remember, the ball needs to stop. So you can't, when you hit the ball, you have to let it stop, and then you go to hit it. You can't hit. You can't hit. ეხლა რო აცილოს ძალიან ბევრს ვიცინე. მე ავაცილე წეგან მაკედან. არის. აჰა. You need 3 shots. 3. Thank you. Okay, somebody with 2 is gonna win, or with 1. Thank you. Okay, let's try to beat. ეხა ეს პატიოსანი კაცი რო წავიდა, შეგვიძლია ჟილკობა დავიწყოთ. კაკაბამ იცის მე მგონი. არა, დაღმართი ესე მიდის. კი. აი ეს არის კარგი. სიმძიმე? აი ციფე რომელიც საზამთროსავით უნდა ცნობდი ამათ, ხო? აი 2. ჩააგდე კიდე? კი. 2-დან. ეხა მე ვარ? ხო. მე მეგონი დაღმართზე ვარ. მანდედან ვიყავით ხო, ყველა. ჩვენ დროს აღმართი იყო. მიდი და თუ გაკ იმის იმედი რომ მე მომიგებ. საერთოდ არ ვთამაშობ მოგებაზე. აბარა და სიამოვნებისთვის თამ. რა რიცი, როდეს მე რო დამჭირდეს. ინვესტორებთან ურთიერთობა. კარგი ხარ შენ. აი მიხვედი გორგილასთან. იფეს ავიღებ მე. ეგ არ ითვლება, არ შეიძლება. 3 არის ჩემი ისა რა. ოქროს შედეგი. ეზმა მაგრად ურახუნებს. ეს სერიოზულია. აქ ხურდებიან ძირითადად მოთამაშეები, სანამ მოედანზე გადავლენ. აქ რასაც უყურებთ, ეხლა მთლიანად არის გასახურებელი. სავარჯიშო ზემოთი. და ისე რო იწყებს სხვადასხვა მოედნებია? კი, 18 მოედანი გვაქვს და 18-ვე განსხვავებული, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა სირთულეს მოედანი. მართლა ესე გადაწყდა რომ მე უნდა ვათრიო? აი მოვედით. მომე თუ კიდე გოლდფინგერში გახსოვს გოლდფინგერს ის ტიპი რო ყავს.
ქუდი რო არის თავარი არის ხელით რო ამტრევს იმან. არა ხო? არ ვიცი რაზე ნახე ველაპარაკო. რა დაუბაგუნა კაცმა. ეს ცოტა გრძელი არა გააქვს. უნდა დაიხარო. ესე გამომაზრეთ და ეგ შევარჩიოთ. თორე დაღინებულია. მუხლებში უნდა მოვიხაროთ კომფორტულად სანამ არ იგრძნობ თავს სანამ ბურთს არ მიცვლებით. ამ ასაკში კომფორტულად მუხლებში მოხდა აღარსებოთ. ეგ დრო. ვა, ნახე როგორი კარგი დარტყმა გამოუვიდა. მობა, შეგვიძლია გავნაცილდეთ და მე არ გავრისკავდი პირველი ვიყო. მოდი. შენ გძელი ჯოხი გაქვს. მაგარი რაღაცით. ანუ ისიც კი ეზარება რომ ამით გადმოდგას, ისი აქ დაფიქსირებული. ეხით მოიწოდა. ეცებს დავა. აბა გაიწიე მაინც. თუ ჩემი ძმა შარს არ ისინის მაგრამ გადამყიდო. მოწორდე. შარისგან. ცოდო არ დამადებინო. შანსი არ აქვს. ისე ცუდად მოიქნია რა ესე ვეღარ გამაქვს. ამაზე მეძე ვერ გამაქვს. მე ავიბურდები. აქედან დავარტყამ რა. სადოთ? კაი იყო. ვახში გენაცვალე, რას წავიდა? კიდე კაი დაღმართია. კაი შორს ჩაგორდა ძმაო. აბა კიდე ერთი ვცადოთ. ეს ბევრად ესე ხახო, ბევრად ესეთი პროგრესი, პროცენტულად ესეთი პროგრესი არ იცი რა, ქონია. აბა კიდე ვცადოთ. დათო აბა მოკლეთი ცადე. ანუ მართლა წინ ხარ, მართლა. უკვე. იქით რატომ მე მინდის? წელი დამეჭიმა და. მართლა. მე გავირიდებ თავიდან ნელ-ნელა. აი, კაი იყო. ბიჭო რაღაცნაირად დამეხმარეთ. აუ! დათო, ერთიც დაარტყი. იმაზე უნდა გაჩერებული ყავი საკაიფოა რა. არა ბიჭო, მე არა ვარ კაცი არ რომელიც დახარჯო, ყველა ბურთი არ დახარჯო დათო. მე ჩავირბენ და ამოვიტან, ნახე რამდენია. ამას ურტყამ. ეს ბალახი უნდა გამოცვალოთ. ლაბაძე ამასობაში ის გახდა. Tiger Woods-ი, მე ეგ ვიცი მარტო გოლფმენები. მეტი არ იცი არავი? ტრამპი. და შორის კარგად დავა. ამბობენ. და ვინც თქვა რომ მე თამაშობს და გოლფს. მან თავის თავს დააბრალოს. აჰა! გონიერი. აი შუაში წაიღო ეხლა. მიმართულებაზე არ ვფიქრო, მთავარი აი ამიდან გავაგდო. აი კარგი პედაგოგი რას ნიშნავს, ხო ხედავ? გამამხრევა, თავიდან ყველა ვარიანტი ჩინელა უნდა დავიწყო. დათომას აბა ნახეთ. ბურთები. აი იყო. მე შეგიძლიათ. აი ეს მოვაკი. ყველაზე ცუდი კომპლიმენტია უკეთ შეგიძლია. არ არის იმაზე კარგი როცა მასწავლებელი შენი იმედია. მე ხო გიცნობ თქვენ უკეთ შეგიძლია. აჰა. აი აჰა. ამას რო აგროვებთ, ის ბურთი შეგიძლიათ რომ ის რო გადავიდოთ. კარგი ხა, კაკა, შენ ეთყობა იმ ცერად მიაკ უბრალოდ. ეხა ბოლომდე გვამცირებს, ჩაგვაჭირა. ახე კრუჩონი. ხო. დრაივერს ყვარც ის ბარე. ხადო, მე ვწდიდი, იმიტომ რომ ამას ვერ უმიზნებ კარგად და ის დიდი აი მე მაგის კაცი ვარ. ერთი წუთი რა, ბოდიში. დრაივერი რო გავაკეთოთ. აი, თან დიდია. წერა იგივეა? პრინციპი იგივეა, უბრალოდ. ერთი დრაივერი და ხილის ასორტი ეგრევე. ცოტა აქეთ უნდა გამოიწიოთ. ეს შუაში არ არის ამ შუაში შემთხვევაში. არ უყევი კონსტრუქციაში. და ეს არის, ხო? უბრალოდ სანამ დაარტყამთ, ჯოხი ახლოს მიიტანეთ და აფიქსირეთ და შემდეგ დავიწყოთ და კაი ბათინკივით არის, შეხედე. დოქტორ მარტენსივით და რა ადგილის უნდა ეს უნდა მოხდეს ნიშანი რო აქვს? არა. აი, უნდა მოხდეს. აი, ხო. მაგას არ ავიღებ მაშინ. ხა ეგეც თუ გამოუთვალე, სად უნდა მოხდეს? ჩემთვის თავარია რომ მოხდეს. სწორად მიჭირავს? რა დაარტყა? ამ მთელი მოღამერე რაც შეიძლება თავისუფალი მოქნეული უნდა იყოს, რაც მინახ. ძალა არ ჭირდება, თავარია ტექნიკა როგორ მოხდეს. მეცი აი გამოვიხედავ თუ არა და აქ გახართ, ეგრევე უფუჭდები.
კაი, всё, მე აღარ მინდა. აჰა, ცადე. არ მინდა. აი ნახე. არ მინდა რა ძმაო. არის? ხა მასწავლებელმა რა უნდა იცოდეს? ესეთ მოსწავლესთან ერთად აი ამ დათმოს მუღამეგდა ახლო. მთელი мотиваცია მეკარგება. მე ისევ დედაუტირე, ნახე რა საწავიდა. შეხე მოსახლეობაში მიგორავს უკვე. ხალხში გააგდა. არა, აქ რა უნდა იცი? ცუდი ცდილობა რა. დაინახე რა მაგრა დავარტყი. ვაფშე არ გასწრებული. კი. ზოგი რო პატარაზე გააგორებს. არა, იზევ იმაზე და. ღილად გამოიწია. გამოიწია გამწარებული ვარ. იმას ჯობდა. ეგეც მაგარი კომპლიმენტი. ინას ყველა დარტყმა. მათხოვე, გაჩეკაჩი ერთი სამი. მათხოვე. და მას უთხარით. ვა! სუჟენი არ არის. დათო. გაიცადე? ბაიზოში ხო იყო ეგა. სუჟენი არ არის. კაია. დათო მას ესეთი დარტყმული. მე აღარ გავრისკავ. всё, წავედი. სანამ თქვენ არ წახვალთ, რაღაცა მოიცა მე მომეწონა აქედან წამსვლელი მომდევნო არა. პოდკასტისთვის ვიმეცადინებ, ცოტა აქეთ უნდა დავიდე. ადამიანურად. ის ნაფეტა. ამან იცის ბიჭო. გასწორ, ეს კარგი არის რა. ეს დიდი სვანაერი მუღამია და კაია. და ეს არის ლამაზი რა ეს. კარჩ თავარი არის აი თავისუფლად დაჭიმული არისო რა, აი მოქნევის დროს უკვე მოშვებული უნდა იყოს და თავარი არის კონტაქტი რა. ტექნიკა როგორ ხო და აქ უკვე უნდა თავის ძალით მოვიდეს რა, ალბათ. ხელი ხელ ჩაკიდებულება როგორია. მაიმუნობა. გოლთან მაიმუნობა აღარ გამიდის. Dancing in the moonlight, taratira, tara. კაი ბატონო, რა გავიგეთ დღეს? გოლფის ანაბანა ხო ვისწავლეთ? ეგ ხო წინ გადადგმულნა ანაბანა და განაც მე ვიტყვი. მოდი ვაღიაროთ რომ კაგაბა წინ არის, ოდნავ. კაკაბა შენზე თორე, ჩემზე ბევრად წინ არის. ოდნავ კი არა, ძალიან წინ არის. გოლში რაღაცა ათლეტური. ანუ ჩვენიდან ბუზის ტოლად მოჭած. ისე წინ. მოკლედ გოლფის ანაბანა ვისწავლეთ. გოლფის ანაბანა ვისწავლეთ. მე პირადად ქალაქიდან არ გამოსულ ვარ, მაგრამ ქალაქიდან გამოვედი და გაასწორა. კი, გაასწორა, მაგრამ დამწვარი ხარ ძალიან, რო იცოდე, რამე ეს წაისი. სიყვარულით ვარ დამწვარი. ეს სიყვარულით დაწვა. მაშინ სიყვარულის საწინააღმდეგო წაისი, უბრალოდ წყავი გაგწრება. მოკლედ, პოდკასტის ახალი მნიშვნელობა. საიდან მოდის წი სახელი? საიდან? წაიკითხე და მიხვდები ესე იგი. ოღონდ აქ ინგლისურად დაწერია, ჩემი ინგლისური. ესე იგი, ქალაქში ცხოვრების ახალი მნიშვნელობა. definition არის მნიშვნელობა. უფრო აზრი. დეფინიცია. დეფინიცია, არა, ხო და ნუ იოლი მისახვედრია რა, ეს დევის საიდან არის, რომ მართლა ქალაქში ხარ, თან ჩიტები ჟღურტული რაღაცა იქითური აქეთური. მაგაში რამე დევს თუ რო გახსნი რაღაცა ამოხდება და შემოშ. ერთი წამი კითხვა მაქვს, შენ რომ მაგასწნი, მე რომ აქ პარალელურად გავხსნი. პარალელურად გახსენი, კაი, თუ ვერ ითმენ. არა, დეფინიცია რო ახლა არ ვნახო. თავარი რო იცოდეთ. თქვენ ესე იგი საჩუქრად გადმოგეცემათ 3 დღიანი კურსი და ამ კურსს რო გავილი, უკვე შეგეძლება რომ აი ტრამპთან ითამაშო ისე რომ ტოლი არ დაუდო დაახლოებით ისე. ანუ აქამდე ტრამპთან რო არა მაქვს ნათამაშები. ამის ბრალია. ეს კურსი არ გაგავლილი. ეს ერთ. ხო, აი ნახე, 3 დღიანი learning კურსი. კი ბატონო, მაგრამ თავარი არის ის, რომ ამ 3 დღიანი კურსის მერე 60 დღე აბსოლუტურად უფასოდ მოხვალ, ითამაშებ და ითამაშებ. აიშვებ. Free equipment კი ბატონო. კი ბატონო, მოიცადე ერთსა. ყველაფერი ის რაღაცა ჯოხები, ბურთები, ყველაფერს ბურთებს ახლავე გაძლევ, ხო იცოდე. შენ მოგიწია, ნახე რა კეპი გაქვს. შეხედე. ვერ შემახარბებ, იმიტომ რომ თავი მაქვს დიდი და არც ერთი კეპი არ მეტევა. ხო და მიეცი გორგილას დაეწვა თავი. შეიძლება რომ აქ ჩემი კეპკა ჩავდო. და მე ახალი კეპი დავიფორე. აჰა, ჩემზე გადასარევი ალკოჰოლი. შვენი. თბილისი ჰილსისგან. კურსი მაქვს. კურსი არის. ეს პრაქტიკა გექნება. ხუთით ჩემია. ხუთით შენია. ეს იცი რა ღვინოა?
ეს არის Golf Edition. სპეციალურად ესე გოლფერები. აწერია. სვამე. ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, აი, გაცვალე კეპები? იცი რა, ჯერჯერობით. აქ ბურთები შევამოწმე რა, იმას უკეთესი ხო არ შეხვდა რამე. ჩემი შეკითხვის მიმართულება არის იმისკენ, რომ ადამიანმა საკუთარ თავს მისცე იმის საშუალება, რომ მართლა რაღაცნაირად მოწყდე ურბანულ გარემოს. შორსაც არ მოგიწიოს წასვლა. სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ გასვლა. ყველა სპორტს, რომელსაც მივსდევ, არის ხოლმე სიწყნარეში გასვლა ჩემთვის. საფრენად რო დავდივარ, აი აქედან ჩანს ეგ ლოკაცია თბილისის ზღვაზე. სადად იხარ? პარაპლანით დავფრინავ. თბილისის ზღვაზე დავდივართ ხოლმე, ჩოგბურთის სათამაშოდ რო დავდივარ, ვაკის პარკში, იქაც სიწყნარია. ეხლა გამიჩნდა მესამე ლოკაცია, რომელიც აგრეთვე თბილისთან ძალიან ახლოა და შემიძლია ამოვიდე, გავერთო და წავიდე. მეც ქალაქგარეთ გართობის კაცი ვარ, თევზაობა მიყვარს. ეხლა ფიქრობ, როგორ შეუთავსო გოლფი და თევზაობა. აქ რაღაცა პატარა ის შევნიშნე წყალსაცავი აი, აქ რაღაც ხო ამოვიდე და ანკესი რო ვისროლო. კაი ბატონო, რაზე ვთანხმდებით? როდის ხვდებით კარგი იქნება რომ კურსის შეჯიბრი? გავლის მერე შევეჯიბროთ და რაღაცა ინტერესიც მივცეთ. ინტერესი მივცეთ. ინტერესი არ დათანხმდე. რამას ხო? ინტერესი არ დათანხმდე. რაღაცა ცუც გვიმზადებს. არ მივცეთ კაი, მე- ინტერესი, ისე ვითამაშოთ. ბაზარი არ არის, მადლობა. კაი ხალხი ხართ რა. არ მოგერიდოს, ესეთ კი. კარგ ადგილას თუ სადმე ჩაწერა გექნება, დაგვირეკე, მოვალთ. თბილისი ჰილსი აღიქმება, რომ მხოლოდ გოლფის სათამაშო სივრცეა და სინამდვილეში საცხოვრებელი კომპლექსია და 300 ჰექტარი არის. სუფთა გარემო. რა ჯობია? ეს რო საცხოვრებელ კომპლექსში გადავცვალო. რამდენი რამდენი პროცენტიანი ფასდაკლება? რამდენი კვადრატული მომი. მაგითი რო იწყებ. შეიძლება რომ თქვათ ჩემი ფრინველი დამოვიდე და აგვინადია. ხოხობი, მაინც ხო თბილისთან ახლოა. ჩემი ტახით რო ამოვიდე და ჩვენ თუ არ გაგვაჩერებ, სანამ აი ხა არ ვიწყვით რომ გაჩერდითო. მოკლედ მადლობა. კარგი იყო, დიდი მადლობა. პირიქით. მადლობა. დიდი მადლობა ამ შვენიერი დღისთვის, საჩუქრებისთვის. შენ მიდიხარ? გავაგრძელო. მე წავალ და თქვენ შეგიძლიათ რომ გააგრძელოთ, მაგრამ ჩაგიყვანთ კაცო მანქანებით არ არის პრობლემა. კაი, ეხა წავიდეთ. ჩაგაგორებ. ხო, კარგი, მანქანამდე მანქანით რომ მიგვიყვანო, აა? და გაუდგებით ჩვენ გზას, ვიფიქრებთ, როდიდან დავიწყოთ კურსი. და კურსის ბოლოს კურსელები ვართ ფაქტიურად. ეგრე გამოდის. და ისე ჩვენ ქალაქში ჩავართ. ბევრი ლაპარაკი რო ყავს ისეთ კაცებს მოუყვებით რომ შენ აქ ხარ და გამოუშვით. წავედით. ეგ არის. დიდი მადლობა, ნახვამდის. პირიქით. ოპა.